მოგესალმებით, გიბრუნდებით. ძალიან კარგი ამბით და სიახლით, მოკლედ ჩვენ რამდენიმე წლის წინ 7-7 ფეხბურთის ასოციაციამ დავაფუძნეთ საფეხბურთო სკოლა ბრიჯი, რომლის საფრთხილო პროცესი მიმდინარეობს. უკვე ძალიან ბევრი ბავშვი და ბევრი მოზარდი არის ჩართული საფეხბურთო კლუბის ცხოვრებაში. ჩვენი აგური და ჩვენი ელემენტარული საქმით გვინდოდა რომ ამ მიმართულებითაც რაღაც გაგვეკეთებინა, ბევრმა იცის, მაგრამ მინდა რომ დღევანდელ დღეს წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომლის თაოსნობით და გვერდში დგომით მოხდა ეს ამბავი. ჩემთან ერთად არის ძალიან მაგარი ბავშვები და რა თქმა უნდა მთავარი მწვრთნელი მოგესალმები როსტო ფარცვანია, ადამიანი, რომლის დიდი დამსახურებაა, რომ საფრთხილო პროცესი მიმდინარეობს ძალიან აქტუალურად, ძალიან კარგად და ბავშვები რაც თავარია ბედნიერები არიან, მე რასაც ვაკვირდები, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა როსტო შენ, მადლობა ზუკა მასწავლებელს, მადლობა შენ გუნდს და მინდა რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ რა მდგომარეობაა კლუბში, დინამო თბილისთან აკადემიასთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა, ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ, სადაც დინამო ბრიჯი ფუნქციონირებს და როსტოს მეთოდოლოგიით, ასე ვთქვათ, დინამოსთან კომუნიკაციით და ჩართულობით ვარჯიშებს უძღვება როსტო ფარცვანია და როსტო, მოდი მოუყევი ჩვენს მაყურებელს, თუ რა მდგომარეობაა, როგორი ვარჯიშები, როგორი დატვირთვით მიდის და ასე შემდეგ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა 7-7 ფეხბურთის ასოციაციას, რადგან დაფუძნა თავიდან საფეხბურთო სკოლა ბრიჯი, თავიდანვე ვიყავით ჩართულები, ყავდა სადღაც 30 ბავშვი და დღეს უკვე ყავს სადღაც 150-ზე მეტი, 170-მდე ბავშვი, რომელიც ვთვლი რომ ბედნიერები არიან ბავშვები რა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რა და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბავშვები ეხა ვინც გვირეკავენ ფიზიკურად ვეღარ ვიღებთ რა ამ ბავშვებს, იმიტომ რომ ადგილებიც აღარ გვაქვს რა, თორე ყველას აქვს სურვილი, რომ ისეთი გარემოა შექმნილი, რომ რა ვიცი, დიდსაც მოუნდება მე მგონი ვარჯიში და კი უნდათ, მაგრამ არ არის. მთავარი არის ის, რომ ბავშვები თავს ბედნიერებად გრძნობენ, უხარიათ და ასე ვთქვათ, ფეხბურთით ცხოვრობენ და ნამდვილად, ჩვენი მიზანიც ეს არის, ახლა პატარა ბავშვები აგერ შენი შვილი მოვიდა და საერთოდ გვეგონა რომ არ ენდომებოდა ფეხბურთი, მაგრამ გავიგეთ რომ იძინებს ფეხბურთზე წამიყვანითო იძახის რა და მაგიტომაც აი რომ უყურებთ ეხა ბავშვებს, მე მარტო ეს ბავშვები არა, ბევრი ჯგუფია, რომელიც ყველა ბედნიერია. რა ასაკებია რომ 2000 ასაკებს რომ რამდენი წლიდან რამდენი 2012 წლამდე რა. 12 წლამდე 5-დან 12 წლამდე ვართ ყველა ასაკში რა. და ყავს ბევრი ბავშვი, ბევრი ჯგუფი. და სამწვრთნელო პროცესი ზოგადად კვირაში რამდენჯერ არის ხოლმე ბავშვებს ვარჯიში როგორ უწევთ? სამწვრთნელო პროცესი კვირაში 3-ჯერ უწევთ ბავშვებს და ერთი თამაშია დამატებითი რა. 4-ჯერ. მადლობა. არ გაგიშვებთ, ხო, მინდა რომ ჩვენ თავშიც ვახსენეთ ის, რომ ჩვენი აგური გვინდოდა რომ რაღაცა დაგვედო ბავშვთა განვითარების მიმართულებით, ნამდვილად ეს არენა არის ზუსტად იმისთვის შექმნილი, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ, რა თქმა უნდა, ითამაშოს, ივარჯიშოს, ძალიან კარგ ჩემპიონატს ვატარებთ, ასევე ჯუნიორ მასტერ ლიგას, შაბათ-კვირას იქნება ფინალური თამაშები, გამარჯვებული გუნდი მიემგზავრება კრეტაზე, ჩემპიონთა ლიგაზე და აძლევს უბრალოდ საშუალებას ბავშვებს, რომელსაც საუკეთესო გუნდი და გამარჯვებული გამოვლინდება, რომ წავიდეს და რაღაცა თავისი ლამაზი დღეები შექმნას თავის საფეხბურთო ისტორიაში. როსტო, მაინტერესებს უბრალოდ ბავშვების მიმართულება, რომელიც ნიჭიერი ბავშვებია, თუ ნიჭიერ ბავშვებს რა მდგომარეობით და როგორი პასუხისმგებლობით უშვებთ კლუბებში და ან სად მიდის კარგი ბავშვი, რა მომავალი აქვს და რა
ხედვით უყურებთ ამ ყველაფერს, ეგეც რომ რაც შეეხება ბავშვების განვითარებას, რომელიც ჩვენთან ეხლა მაგათად მეორე წელია დინამოსთან რაც ხელშეკრულება გვაქვს და მქონდა რომ აკადემიაში უნდა წასულიყვნენ ეს ბავშვები რა. მე ვფიქრობ ერთი ფილიალისთვის მაგათად 6 გაშვებული ბავშვი არის ძალიან დიდი შედეგი რა და ანუ 6 ჩვენი აღზრდილი აქედან ბავშვი რომელმაც 0-დან გაიარეს ჩვენთან ვარჯიშები და ეტაპები და ეხლა არიან ზოგი აკადემიაში, ზოგი სკოლა 1-ში, მაგრამ სკოლა 1 იგულისხმება მაინც აკადემია, რომ ახლოს არის თავისი мотиваციისთვის რა. ამიტომაც ამ ბავშვებსაც ველით მადლობა, როსტოს, მადლობა. მოდი დაუძახოთ კახელ. მოდი ჩვენთან. სხვათა შორის ვინც არ იცის? მოდი ჩემთან. მოდი. აქედან დამიდექი, ჩემ გვერდიდან დამიდექი. ძალიან მაგარი ბიჭები არიან ჩემთან ერთად. რა თქმა უნდა, გისურვებთ ძალიან მაგარი ფეხბურთელები გამختარიყავით. ყველა მიცის მამაშენი როგორ თამაშობდა. კახელას ბიჭია, გიორგი კახელიშვილის, დინამოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. შენ ფიქრობ რომ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგარ ფეხბურთს ითამაშებ და რა სიტყვით, ანუ ბედნიერები ხართ? კარგი საფრთხილო პროცესია? დიახ. თქვი რამე? კი ძალიან. კახელ რა სიტყვით? მოსიგოს. კარგია, ხო? მოგლეთ, ჩვენი ბიჭები ეხა ვარჯიში ხელს არ შეუშლით, აბა დროებით, მიდი. გიგულშემატკივრებთ აქედან. მე ვფიქრობ რომ ეს პროცესი დარწმუნებული ვარ შეუქცევადი იქნება და გაგრძელდება და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება. ეს რა თქმა უნდა ქართული ფეხბურთის წარმატებაა, რომ ბევრ ბავშვს აქვს სურვილი რომ იაროს ფეხბურთზე და გახდეს დიდი ფეხბურთელი. რა თქმა უნდა კვარას, მამარდას, ზურიკო დავითაშვილის და ნაკრების სხვა დანარჩენი გამორჩეული ფეხბურთელების დამსახურება. ამისთვის მინდა რომ ყველას მადლობა გადაუხადო ყველაფრისთვის და რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებ ყველა ახსაზრდელს და ყველა მომავალ თაობას. ეხლა კი ჩემთან ერთად არის ძალიან მაგარი პროფესიონალი თავის საქმის გამოცდილი სპეციალისტი ლაშა ჭაღიაშვილი. ეხლა ამ მომენტში დინამო თბილისის აკადემიების ფილიალების მიმართულებით და რეგიონების მიმართულებით არის ჩართული იმისთვის რომ განვითარდეს ბავშვთა ფეხბურთის მიმართულება. ლაშას ხელში ძალიან ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა გაიარა, ბევრმა ისეთმა ფეხბურთი ითამაშა და ეზიარა მინდორს შენი დამსახურებით. ძალიან ბევრ ქართულ გულშემატკივარს ახსოვს შენი წარმატება არაერთ კლუბში და არაერთ სკოლაში, საფეხბურთო სკოლაში. ეხლა კი უკვე დინამოში და წარმატებას გისურვებ შენ ამ ახალ პოზზე და მინდა რომ ბევრი ნიჭიერი თაობა აღეზარდოს. ერთ-ერთი ლოკაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ არენაზე ბრიჯთან მემორანდუმი დინამო თბილისს აკავშირებს. შესაბამისად თანამშრომლობთ 2 წელია დინამოსთან, საკმაოდ მჭიდროდ, კარგად, მეთოდოლოგია, რა თქმა უნდა, ყველაფერი დინამოს ინტერესები არის დაცული და მინდა შენი მოსაზრება, შენი პოზიცია და ზოგადად რას ფიქრობ, რა სიტუაცია დაგვხვდა რომ მოხვედით? მოგესალმებით, აკო, მადლობა წარდგენისთვის და ესეთი შეფასებისთვის. უშუალოდ რაც შეეხება დინამოს სკოლას, ამ შემთხვევაში დინამოს პროექტი არის ესეთი, რაც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტ მოზარდ ბიჭებს და ბავშვებს მიცეს საშუალება, რომ მათ გამოიჩინონ თავი და დაიმკვიდრონ საბოლოოდ ქართულ ფეხბურთში და კონკრეტულად დინამოს აკადემიაში თავი. შესაბამისად დინამომ შექმნა სხვადასხვა თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უბნებში და რაიონებში საფეხბურთო ფილიალები და ასევე რეგიონების მასშტაბით. რეგიონებში საკმაოდ ისეთი, იმიტომ რომ დინამო მაინც ფიქრობ რომ რა თქმა უნდა ყველას ჩემი დიდი პატივისცემა, მაგრამ ქართულ ფეხბურთში დინამო თბილისი არის ზოგადად აი ფლაგმანია რა და წამყვანია, ფიქრობ წამყვანი ბრენდია და ეს ძალიან დიდი გამოწვევა, რა თქმა უნდა, თქვენთვისაც და რა თქმა უნდა იმ თაობის წაძღოლა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი და
ისეთი გულშემატკივრის გახარება შეიძლება, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენ აკადემიიდან დაახლოებით 6-7 ბავშვი იქნა წაყვანილი და უფრო კარიერულად წინსვლა და წარმატება რა თქმა უნდა გარდაუვალია. როგორ ფიქრობ გარემოსთან დაკავშირებით, აი როგორი გარემოა, როგორ შეაფასებდი აღნიშნულ აი ამ ლოკაციას? ძალიან კარგი გარემო არის, წყნარი, მშვიდი გარემო, ბუნებრივი უпростоრად ხელნური საფარი ძალიან კარგ მდგომარეობაშია, გასახდელები თავისთავად ძალიან მოწესრიგებული. ფეხბურთელებს აქვთ საშუალება, რომ ივარჯიშონ როგორც დღის შუქზე, ასევე საღამოს პერიოდში განათებაში საკმაოდ კარგი განათება არის. შესაბამისად, როდესაც მშობლები ესწრებიან ვარჯიშებს, მათ აქვთ ასევე საშუალება, რომ დასხდნენ, უყურონ ვარჯიშებს, ძალიან კარგი გარემოა. როგორც აღნიშნე, შესაბამისად, ყველა აქ მოსულ პატარა ფეხბურთელს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან კარგ პირობებში და გარემოში ივარჯიშონ. ასევე მინდა აღვნიშნო მწვრთნელების ფაქტორი, რასაც ვაკვირდები, ძალიან კარგი მწვრთნელები არიან. როსტო ფარცვანია არის ჩვენი მეგობარი, რომელიც ამ ლოკაციას უშუალოდ, ასე თქვათ, არის კურატორი და ასევე ის ახალგაზრდა მწვრთნელები, რომელსაც მე ვაკვირდები, ძალიან კარგად და სასიამოვნოდ მუშაობენ თავიანთი დამოკიდებულებით და ასევე, რა თქმა უნდა, დინამოს მეთოდოლოგიით, გაწერილი მეთოდოლოგიით მიდის მუშაობა, როგორც სხვა ლოკაციებზე, შესაბამისად ამ ლოკაციაზეც. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირადად ზაზა დოლიძის, ლევან გვანცელაძის დამსახურებაა, რომ ჩვენ აი ესე ხელი ჩავარტყით და ვაკეთებთ ამ საქმეს ერთობლივად და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმ ყურადღებისთვის, რომ ბიჭებთან ერთად ხარ და ჩართული ხარ სამწვრთნელო პროცესში და იმ აღზრდაში, რასაც მწვრთნელები აკეთებენ და მინდა უთხრა ყველას, ყველა ჩართულ ადამიანს და ყველა აქ მშობელს, ვისაც კი მოყავს, ერთადერთი რაც არის ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ რაღაცა ოჯახური გარემოა და ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ძალიან ლამაზ გარემოში და ადამიანებმა ხელი უნდა შეუწყოთ ჩვენ შვილებს, რომ უხაროდეთ, უყვარდეთ და მაქსიმალურად იყვნენ ჩართული და ამისთვის რა თქმა უნდა დინამოს ძალიან დიდი მადლობა. ეხლა კი დაგემშვიდობებით, ჩვენ დარწმუნებული ვარ, კიდე არაერთხელ ბევრჯერ შევხვდებით და ძალიან ბევრ კარგ ამბავს მოგიყვებით და გაჩვენებთ. ეხლა კი დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა ჩვენი ლოზუნგიც ეს არის იცხოვრე ფეხბურთით.